ეს შეიძლება ნებისმიერს დაემართოს. შესაძლოა კაცობრიობისთვის ახალი დასახლებადი პლანეტის ძიებაში იყოთ. ან უბრალოდ კოსმოსში მოგზაურობთ და არასწორ დროს, არასწორ ადგილას აღმოჩნდეთ. როგორი გარემოებაც არ უნდა იყოს, ვეჩეხებით ერთ-ერთ საუკუნოვან კითხვას. რა მოხდება თუ კი შავხრელში აღმოჩნდებით? იქნებ ფიქრობთ, რომ გაიჭყლიტებით ან ნაწილებად გაიხლიჩებით. რეალობა ამაზე გაცილებით უცნაურია. იმ მომენტში, როცა შავხრელში აღმოჩნდებით, რეალობა ორ ნაწილად გაიყოფა. ერთში თქვენ მაშინვე შეიბრაწებით. მეორეში კი შავხრელში ისე ჩაყვინთავთ, რომ საერთოდ არ დაშავდებით. შავი ხვრელი ის ადგილია, სადაც ჩვენთვის ცნობილი ფიზიკის კანონები აზრს კარგავს. აინშტაინმა გვასწავლა, რომ გრავიტაცია ბრეც და ამრუდებს თავად სივრცეს. ამიტომ საკმარისად მკვრივი ობიექტის გავლენით დრო და სივრცე შეიძლება ისე გამრუდდეს, რომ საკუთარ თავში ჩაიხვეს და რეალობის ქსოვილში ხვრელი წარმოქმნას. მასიური ვარსკვლავი, რომელიც საწვავს ამოწურავს, შეიძლება უკიდურეს სიმკვრივის მდგომარეობაში გადავიდეს, რის შედეგადაც ასეთი უჩვეულო ობიექტი იქმნება. საკუთარი წონისგან მოდრეკისა და თავის თავში კოლაფსის შედეგად დრო სივრცეც კოლაფსს განიცდის. გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერდება, რომ სინათლეც კი ვერ აღწევს თავს და სადაც ერთ დროს ვარსკვლავი იყო, ის რეგიონი სრულიად ბნელდება. წარმოიქმნება შავი ხვრელი. ხვრელის უკიდურესი გარესაზღვარი მოვლენების ჰორიზონტად იწოდება. ეს ის ადგილია, სადაც მიზიდულობის ძალა თანაბარ წინააღმდეგ უწევს სინათლის მცდელობას თავი დააღწიოს მას. უფრო მეტად მიახლოებისას თავის დახსნა შეუძლებელია. მოვლენების ჰორიზონტი ენერგიით გიზგიზებს. მის კიდეში კვანტური ეფექტები ქმნიან ცეცხლის ნაწილაკების ნაკადს, რომელიც რადიაციით უკან სამყაროში გამოიყორცნებიან. ამას ჰოკინგის რადიაცია ეწოდება ფიზიკოს სტივენ ჰოკინგის პატივსაცემად, რომელმაც პირველმა იწინასწარმეტყველა მისი შესაძლებლობა. საკმარისი დროის პირობებში შავი ხვრელი გამოასხივებს მთელ მასას და გაქრება. შავ ხვრელში უფრო ღრმად შესვლისას სივრცე კიდევ უფრო იმრუდება, სანამ ცენტრში გამრუდების დონე უსასრულობას არ მიაღწევს. ამ მდგომარეობას სინგულარობა ეწოდება. დრო და სივრცე უშინაარსო ცნებები ხდება, ხოლო ჩვენთვის ცნობილი ფიზიკის კანონები, რომელთაგან საარსებოდ ყველას სჭირდება დრო და სივრცე ძალას კარგავენ. ამ დროს რა ხდება არავინ იცის. სხვა სამყარო, გაქრობა, იქნებ წიგნის კარადის უკანა მხარე, როგორც ეს ფილმი ინტერსტელარში ანაჩვენები. რა მოხდება თუ კი შემთხვევით მოხვდებით ამ ერთ-ერთ კოსმოსურ ცდომილებაში? ეს კითხვა პირველ რიგში უნდა დაუსვათ თქვენს პარტნიორს. მოდით მას პირობითად დავარქვათ ანა, რომელიც შეზრწუნებული ადევნებს თვალს, როგორ ჩაყვინთეთ შავ ხვრელში, თავად კი მისგან მოშორებითაა უსაფრთხო ადგილას. მისი პერსპექტივიდან საკმაოდ უცნაური რამ ხდება, როგორც კი მოვლენების ჰორიზონტისადმი აჩქარებას დაიწყებთ. ანა დაინახავს, როგორ გაიწელებით და გამრუდდებით, თითქოს გიგანტური გამადიდებელი შუშით გაკვირდებოდეთ. უფრო მეტიც, რაც უფრო მიუახლოვდებით მოვლენების ჰორიზონტს, მით უფრო მეტად შემცირდება მისთვის თქვენი მოძრაობის სიჩქარე. ანას ვერ დაუძახებთ, რადგან კოსმოსში ჰაერი არ არის, თუმცა შეგიძლიათ სცადოთ მორზეს ამბანით რაიმე გადასცეთ, რისთვისაც თქვენი iPhone-ის სინათლეს გამოიყენებთ. მაგრამ თქვენი სიტყვები კიდევ უფრო ნელა მიაღწევს იქამდე, რადგან სინათლის ტალღები სულ უფრო დაბალი სიხშირის და უფრო მეტად წითელი ხდება. ჰორიზონტს რომ მიაღწევთ, ანა დაინახავს, რომ ერთ ადგილას გაიყინეთ. თითქოს ვიღაცამ პაუზის ღილაკს დააჭირა ხელი. თქვენ აქ რჩებით გაშიშებული, უმოძრაო ჰორიზონტის ზედაპირის მიმართ გაწელილი. ზარდი სისხლი კი თანდათან გშთანთქავთ. ანას მიხედვით, თქვენ ნელ-ნელა ნადგურდებით სივრცის გაწელვის, დროის შეჩერებისა და ჰოკინგის რადიაციის სიმხურვალის შედეგად. სანამ შავი ხვრელის სიბნელეში აღმოჩნდებით, ფერფლად იქცევით. თუმცა მოდით დაკრძალვის დაგეგმამდე ცოტა ხნით დავივიწყოთ ანა. ამ საზრელ სცენას კი თქვენი გადმოსახედიდან დავაკვირდეთ. ამ შემთხვევაში კიდევ უფრო უცნაური რამ ხდება. არაფერი. თქვენ მიექანებით ბუნების ყველაზე აუბედით ადგილას, ყველანაირი დაჯახებისა და ქანაობის გარეშე. მით უმეტეს არ იწელებით, არ ნელდებით და არც რადიაციისგან იფუფგებით. ეს იმის გამოა, რომ თავისუფალი ვარდნის პროცესში იმყოფებით და გრავიტაციას ვერ გრძნობთ. ამას აინშტაინი ყველაზე ბედნიერ ნაფიქრს უწოდებდა. ბოლოს და ბოლოს მოვლენების ჰორიზონტი ხომ კოსმოსში მოტივტივე აგურის კედელს არ წარმოადგენს. დამკვირვებელი, რომელიც შავი ხვრელის გარეთაა, მისი ქით ვერაფერს დაინახავს. თუმცა ეს თქვენი პრობლემა არაა. წუხელის მიზეზი არ გაქვთ, რადგან ჰორიზონტი არ არსებობს. თუ კი შავი ხვრელი უფრო პატარა იქნებოდა, ფეხებზე მოქმედი მიზიდულობის ძალა თავზე მოქმედს ბევრად გადააჭარბებდა და სპაგედივით გაიწელებოდით. თუმცა ეს დიდი შავი ხვრელია, მზეზე მილიონჯერ მასიური, ამიტომ სპაგედიზაციის გამოწვევი ძალები შეიძლება იმდენად სუსტი იყოს, რომ მათი დაიგნორებაც კი შეიძლებოდეს. საკმარისად დიდ შავ ხვრელში კი შეიძლება სავსებით ჩვეულებრივად განაგრძოთ ცხოვრება, სანამ სინგულარობაში არ მოკვდებით.
შეიძლება იკითხოთ რამდენად ჩვეულებრივად, რადგან თქვენ დროს სივრცეს მუდმივაში არსებული გარღვევა გითხრევთ, თქვენი ნების გარეშე და თავის დაღწევას ვერ ახერხებთ. თუმცა რომ დავფიქრდეთ, ეს გრძნობა ჩვენთვის უცხო არაა, ოღონდ არა სივრცესთან, არამედ დროსთან მიმართებაში. დრო მხოლოდ წინ მიდის და არასდროს უკან, ჩვენს თავისთან მიგვითრევს ჩვენი ნების გარეშე, ისე რომ უკან დასაბრუნებელ გზას არ გვიტოვებს. ეს უბრალოდ ანალოგია არ გახლავთ. შავი ხვრელები იმდენად ამრუდებენ დროსა და სივრცეს, რომ შავი ხვრელის ჰორიზონტში დრო და სივრცე ადგილს ცვლიან. ასე რომ სინამდვილეში სინგულარობისკენ დრო გითხრევთ. შავი ხვრელისგან მობრუნებას და თავის დაღწევას ვერ ახერხებთ, ისევე როგორც არ შეგიძლიათ წარსულში მოგზაურობა. ამ დროს შეიძლება შეჩერდეთ და იკითხოთ, რა ჯანდაბა სჭირს ანას? თუ კი თქვენ მშვიდად ზიხართ შავ ხვრელში და ცარიელი სივრცის გარდა გარს არაფერი უცნაური გარტყიათ. რატომ ირწმუნება ის თითქოს ჰორიზონტის მიღმა რადიაციის სიმხურვალისგან იბრაწებით? ნუ თუ ჰალუცინაცია ჭირს. სინამდვილეში ანა სავსებით რაციონალურია. მისი გადმოსახედიდან თქვენ მართლაც მოვლენების ჰორიზონტზე შეიწვით. ეს ილუზია არაა. მას შეუძლია თქვენი ფერფლის შეაგროვოს და თქვენს საყვარელ ადამიანებს გაუგზავნოს. ბუნების კანონები ითხოვენ, რომ თქვენ შავი ხვრელის გარეთ იყოთ, როგორც ანას პერსპექტივიდან ჩანს. კვანტური ფიზიკის მიხედვით შეუძლებელია ინფორმაცია დაიკარგოს. ნებისმიერი უმცირესი ინფორმაცია, რომელიც თქვენ არსებობას უკავშირდება, ჰორიზონტს აქეთ რჩება, რათა ანასთვის ცნობილი ფიზიკის კანონები არ დაეროგვეს. მეორე მხრივ ფიზიკის კანონები ასევე ითხოვენ, რომ თქვენ ჰორიზონტის მიმართულებით გაცურვოთ ისე, რომ ცხელ ნაწილაკებთან ან რაიმე არაბუნებრივთან კონტაქტი არ გქონდეთ. გამოდის, რომ ფიზიკის კანონები თქვენგან ითხოვენ როგორც შავი ხვრელის გარეთ ყოფნას ფერფლის სახით, ისე შავი ხვრელის შიგნით ცოცხლად და ჯანმრთელად. არსებობს ფიზიკის კიდევ ერთი კანონი, რომ ინფორმაციის კლონირება შეუძლებელია. თქვენ ერთდროულად ორ ადგილას უნდა იყოთ, თუმცა თქვენი მხოლოდ ერთი ეგზემპლიარი შეიძლება არსებობდეს. საბოლოოდ ფიზიკის კანონებს მივყავართ დასკვნისკენ, რომელიც საკმაოდ აბსურდული ჩანს. ფიზიკოსები ამ დიდ თავსატეხს შავი ხვრელის ინფორმაციის პარადოქსს უწოდებენ. საბედნიეროდ 90-იანებში მისი ამოხსნის გზას მიაგნეს. ლეონარდ სასკინდი მიხვდა, რომ პარადოქსი არ არსებობდა, რადგან თქვენს კლონს ვერასდროს ვერავინ დაინახავს. ანა თქვენს მხოლოდ ერთ ეგზემპლიარს ხედავს. თქვენს საკუთარი თავის მხოლოდ ერთ ეგზემპლიარს ხედავთ. თქვენ და ანა ვერასდროს შეადარებთ ერთმანეთის განცდილს. ასევე არ არსებობს მესამე დამკვირვებელი, რომელიც ერთდროულად დაინახავს შავი ხვრელის შიგნითაც და გარეთაც. ასე რომ ფიზიკის კანონები არ ირღვევა. თუ რა თქმა უნდა არ მოინდომებთ იმის გარკვევას ამ ვერსიებიდან რომელია ნამდვილი. სინამდვილეში მოკვდით თუ ცოცხალი ხართ. შავმა ხვრელებმა ერთი დიდი საიდუმლო გაგვიმხილეს. სინამდვილე არ არსებობს. რეალობა დამოკიდებულია იმაზე, ვის დაუსვავთ კითხვას. არსებობს ანას სინამდვილე და არსებობს თქვენი სინამდვილე. ამბის დასასრული. თითქმის. 2012 წლის ზაფხულში ფიზიკოსებმა აჰმედ ალმჰეირიმ, დონალდ მაროლფმა, ჯო პოლჩინსკიმ და ჯეიმს სალიმ წარმოადგინეს წარმოსახვითი ექსპერიმენტი, რომელსაც შეეძლო თავდაყირა დაეყენებინა ყველაფერი, რაც ვიცოდით შავი ხვრელების შესახებ. მეცნიერები მიხვდნენ, რომ სასკინდის ამოხსნა ეფუძნებოდა ფაქტს, რომ თქვენსა და ანას შორის არსებული ნებისმიერი უთანხმოება მოვლენების ჰორიზონტის გამო წარმოიშობა. მნიშვნელობა არ აქვს, დაინახა თუ არა ანამ თქვენი უიღბლო ვერსია, რომელიც ჰოკინგის რადიაციამ ნაწილებად დაშალა, რადგან ჰორიზონტმა საშუალება არ მისცა ენახა თქვენი მეორე ვარიანტი, რომელიც შავი ხვრელის სიღრმეში ტივტივებდა. მაგრამ რა მოხდებოდა თუ კი იარსებებდა გზა, რომლითაც ანა ჰორიზონტის მეორე მხარეს დაინახავდა ისე რომ არ გადაეკვეთა. ტრადიციული ფარდობითობა ამას გამორიცხავს, თუმცა კვანტური მექანიკის წესები ცოტა უფრო ბუნდოვანია. ანამ შეიძლება ჰორიზონტის იქით შეიჭყიდოს იმ პატარა ხრიკის მოშველიებით, რომელსაც აინშტაინი უწოდებდა მოჩვენებისებრ ქმედებას დისტანციაზე. ეს მაშინ ხდება, როცა სივრცეში ერთმანეთისგან დაშორებული ნაწილაკების ორი წყება მისტიკურად იხლართება ერთმანეთში. ისინი ერთი უხილავი მთლიანობის ნაწილს წარმოადგენენ, ასე რომ მათ აღსაწერად საჭირო ინფორმაცია რომელიმე ცალკეულ წყებაში არ მოიძიება, არამედ მათ შორის არსებულ მოჩვენებისებრ ბმაში. 4 მეცნიერის მოსაზრებაც ამის მსგავსი გახლდათ. მოდი დავუშვათ, რომ ანა ჰორიზონტთან ახლოს მდებარე ინფორმაციის ნაწილის მოხელთებას ახერხებს. ამ ინფორმაციას უწოდოთ A. თუ კი მისი ამბავი მართალია და თქვენ დაიღუპეთ, შავი ხვრელის გარეთ ჰოკინგის რადიაციამ დაგხრუკათ, მაშინ A გადახლართული იქნება სხვა ტიპის ინფორმაციასთან, B-სთან, რომელიც ასევე რადიაციის ცხელი ღრუბლის ნაწილს წარმოადგენს. მეორე მხრივ, თუ კი თქვენი ისტორიაა ნამდვილი, ანუ ცოცხალი და ჯანმრთელი ხართ მოვლენების ჰორიზონტის მეორე მხარეს, მაშინ A გადახლართული იქნება სხვა ტიპის ინფორმაციასთან, C-სთან, რომელიც სადღაც შავი ხვრელის შიგნით მდებარეობს. აქ კიდევ ერთი თავსატეხი ჩნდება.
ნებისმიერი ინფორმაცია მხოლოდ ერთხელ შეიძლება გადაიხლართოს. ანუ ამ მხოლოდ B-თან ან C-თან გადაიხლართება და არა ორივესთან ერთად. შესაბამისად ანაიღებს თავის წილ ინფორმაციას A-ს და ათავსებს გადახლართვის გაშიფვრის მექანიზმში, რომელმაც უნდა უჩვენოს სწორი პასუხი B ან C. თუ კი პასუხია C, თქვენი ვერსია იმარჯვებს, მაგრამ კვანტური მექანიკის კანონები ირღვევა. თუ კი A გადახლართულია C-თან, რომელიც შავი ხვრელის სიღრმეში მდებარეობს, მაშინ ინფორმაციის ეს წილი ანასთვის სამუდამოდ დაკარგულია. ეს არღვევს კვანტურ კანონს, რომ ინფორმაცია ვერასდროს დაიკარგება. ხრჩება B. თუ კი ანას მექანიზმი დაადგენს, რომ A გადახლართულია B-თან, მაშინ ანა იმარჯვებს და ზოგადი ფარდობითობა მარცხდება. თუ კი A გადახლართულია B-თან, მხოლოდ ანას ისტორიაა ნამდვილი და თქვენ მართლაც შეიხურეთ. ჰორიზონტის მიმართულებით გაცურვის ნაცვლად, რასაც ფარდობითობის კანონები უზრუნველყოფდნენ, ხურვალე და მწველ კედელს ეჯახებით. ისევ უბრუნდებით თავდაპირველ დილემას. რა მოხდება თუ კი შავ ხვრელში აღმოჩნდებით? მის სიღრმეებში შეცურდებით და ნორმალურ ცხოვრებას განაგრძობთ იმ რეალობის წყალობით, რომელიც დამკვირვებელზეა დამოკიდებული. თუ შავი ხვრელის ჰორიზონტთან მიახლოებისთანავე სასიკვდილო ცეცხლოვან კედელს ეჩეხებით. ზუსტი პასუხი არავინ იცის და ეს ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხია ფუნდამენტურ ფიზიკაში. ფიზიკოსები საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ ზოგადი ფარდობითობა კვანტურ მექანიკასთან შეეთავსებინათ. მათ თავიდანვე ესმოდათ, რომ ერთ-ერთ მათგანს დათმობა მოუწევდა. მოვლენების ჰორიზონტის პარადოქსის ამონახსნი გვეტყვის, კონკრეტულად რომელმა უნდა დათმოს და გზას გაგვიკვალავს სამყაროს უფრო ღრმა თეორიისკენ. ერთი მინიშნება შეიძლება ანას გადახლართვის გაშიფვრის მექანიზმში იმალებოდეს. იმის დადგენა ინფორმაციის რომელ ნაწილთან არის A გადახლართული, გამორჩეულად რთული პრობლემაა. პრინსტონის უნივერსიტეტის ფიზიკოსი დანიელ ჰარლოუ და სტენფორდის უნივერსიტეტის ფიზიკოსი პატრიკ ჰეიდენი დაინტერესდნენ, რა დრო დასჭირდება მის გადაწყვეტას. 2013 წელს მათ დაიანგარიშეს, რომ უსწრაფესი კომპიუტერის ქონის შემთხვევაშიც კი, რის საშუალებასაც მოგცემდა ფიზიკის კანონები, ანას უჩვეულოდ დიდი დრო დასჭირდებოდა გადახლართვის გასაშიფრად. პასუხის ქონის მომენტში შავი ხვრელი დიდი ხნის აორთქლებული იქნება. სამყაროდან გაქრება და თან წაიღებს სასიკვდილო მწველი კედლის საშიშროებასაც. თუ კი ეს ასია პრობლემის სირთულემ შეიძლება ხელი შეუშალოს ანას და მან ვერასდროს დაადგინოს რომელი ისტორიაა ნამდვილი. ეს კი ორივე მათგანს ერთდროულად რეალურად აქციევს. რეალობა დამოკიდებული იქნება დამკვირვებელზე. ფიზიკის კანონები ხელუხლებელი რჩება. ცეცხლოვან კედელში მოხვედრის საფრთხეს არავის ელის. ასეთები არიან შავი ხვრელები. ისინი არ წარმოადგენენ უბრალოდ თავის მომაბეზრებელ დაბრკოლებებს კოსმოსში მოგზაურობისთვის. ისინი ასევე გახლავთ თეორიული ლაბორატორიები, რომლებიც ფიზიკის კანონებში ყველაზე ვერაგულ გამონაკლისებს ქმნიან. შემდეგ კი იმ დონეზე ზრდიან მათ, რომ დაიგნორება შეუძლებელი ხდება. თუ კი რეალობის ჭეშმარიტი ბუნება სადმე იმალება, საძიებოდ საუკეთესო ადგილი შავი ხვრელია, თუმცა ალბათ უკეთესი იქნება დაკვირვება გარედან მოვახდინოთ. მანამდე მაინც სანამ ცეცხლოვანი კედლის საკითხი არ გადაწყდება, ან შიგნით ანას არ შეუშვებთ. ახლა უკვე მისი ჯერია.